მოგესალმებით ქალბატონ ნინო, გითხრათ პირველ რიგში ცხადია როგორ ხართ, როგორია ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა? მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთ შესაძლებლობისთვის, რომ ღიად ვისაუბრო ყველა მოქალაქისთვის. ახლა ვარ ბევრად უკეთ, როგორც ხედავთ, ვიზუალური ნაწილიც ასე თუ ისე მოწესრიგდა, შეიძლება ისე ლაბაზადაც გამოვიყურები. ხო, ძალიან განსხვავებულია უკვე ეს მდგომარეობა. მადლობა რა თქმა უნდა იმ მედპერსონალს, რომელმაც იზრუნა, რომ იმ ოპერაციის კვალი, რომელიც რეალურად ჩატარდა ძვალზე, ფაქტობრივად სახეზე არასახული იყო და გამოიყენეს თანამედროვე, ასე ვთქვათ, მიდგომები. და რა თქმა უნდა, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე გულხურვალედ გულშემატკივრობდა, წერდა, მამხნევებდა და ზურგს მიმაგრებდა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს რა მოხდა, ის შოკის მომგვრელი იყო ის პირველი ფოტო, რომელიც გამოჩნდა, სადაც იყო ეს დაზიანებები, ახალი სილურჯეები, ასე შემდეგ. თითქოს რუტინად აქცია რეჟიმა ამ ტიპის ფოტოები დაშავებული, ნაცემი თუ დალურჯებული ადამიანების უამრავია უკვე ასეთი შემთხვევა. კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს თქვენ შემთხვევაში დახმარებას ცდილობდით სხვისი თუ სწორად მახსოვს. დიახ, ეს იყო 3-4 დეკემბრის ღამე, როდესაც ჩვენი ოფისის წინ რაღაც ხშირი იყო ესეთი ინციდენტები, ასე ვთქვათ, როცა ტიტუშკებს, ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებს აგზავნიან, რეალურად ეს არის კრიმინალიზებული ხალხი, რომელთა ასე ვთქვათ, ძირითად საქმიანობას ალბათ ისე ცხოვრებაში რაღაც კრიმინალური წარმოადგენს, ხო და ისინი შემდგომში უკვე ეხმარებიან ქართულ ოცნებას, ყველაზე ბინძური, ასე ვთქვათ, რაღაცა დებების განხორციელებაში და ოფისის წინ ვიყავი, როდესაც დავინახე ახალგაზრდა, რომელიც ზუსტად წინა სახლთან იდგა, კართან და რაღაც ბოთლს ათამაშებს და კედელზე ლესვით, შემდგომ ეს ბოთლი დადო, შებრუნდა სახლში, პირველი ბოთლის ფათაშორის მე მას მოუყარე და გადავმალე, იმიტომ რომ მე ძალიან დიდხანს მუშაობდი მოგეხსენებათ კრიმინალიზებულ მოზარდებთან და ეს ქცევა ცნო როგორც მაპროვოცირებელი, არის დავინახე გარკვეული რისკები და საფრთხეები და სწორედ ასე ამიტომ მოვიქეცი ასე. შემდეგ გამოვიდა, რომ ვერ ვიპოვა ის ძველი ბოთლი, წავიდა და ახალი მოიტანა. ალბათ იქვე ეზოში იპოვა, იმიტომ რომ მოწმე ამბობს, რომ ის ეზოში ეძებდა ბოთლს და ისევ იგივე, ასე ვთქვათ, კედელზე ამის ლესვა დაიწყო ამ ბოთლის. შემდგომ უკვე მოხდა რაღაც უწმაწური შეძახილები მისი მხრიდან ჩვენი მისამართით, უცებ დაიძაბდნენ ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, უახლოვდებოდნენ და მე მათ ასე ვთქვათ გავუსწარი, იმიტომ რომ არ შემეძლო უბრალოდ დამეშვა კონფლიქტი ახალგაზრდებს შორის და მით უფრო, როდესაც ესენი აქეთ მხარეს იყვნენ ჩემი თანამებრძოლები, რომელთაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ, ეს არის ამ ქვეყნის კეთილდღეობა და გარკვეულწილად მე ვცადე, რომ ერთი ამერიდებინა конфликти და მეორე დამეცვა ყველა თანამებრძოლი. ის გამოც უკვე საბოლოო ჯამში. მოსამართლემ თუ გკითხათ ისე თუ დაინტერესდა საინტერესოა მოსამართლეს ზვიად ცეკვავა, რატომ გქონდათ დაზიანებები, არ უკითხავს მას. არა, რა თქმა უნდა, არ უკითხავს, უბრალოდ მე მას ვთხარი, რომ აი აქ მე მოვედი ადმინისტრაციული საქმის წარმოებაზე, ინფოზე, როდესაც აი ამ საქმეზე ჯერ არ დაწყებულა არანაირი არც გამოკითხვა და არც მასალების შეგროვება, საერთოდ არანაირი ძვრა არ არის, თუმცა უკვე დღეს მივმართე თბილისის პროკურატურას, მიმართა უფროსმა ადვოკატმა. ვირუსულად ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში თქვენი გაკვეთილი, ერთგვარი მოსამართლის გაკვეთილი, რომელიც ბევრი მოსწავლისთვის წაგიკითხავთ და თქვენი მოსწავლეების ძალიან ბევრი კომენტარი იყო, სადაც ყვებით, რომ მონობა უნდა დასრულდეს ჯანყით. პასუხი არ ჩანს, მაინტერესებს, ქონდა რაიმე გავლენა თქვენი აზრით ამ კითხვებს მასზე, აუდიტორიაზე, საპასუხო რეპლიკა თუ მიიღეთ? ამბობდით, რომ დასაჭერი იყავით მანამდეც ამ ლოგიკით. ხო, იცით რა, ერთი ეპიზოდი იყო, როდესაც მე ანალოგია მომყავდა რაღაც წინა ადმინისტრაციულ საქმესთან ვადარებდი და მაშინ შემაწყვეტინა მე მან და ცოტა არ იყოს და აი უცებ რაღაცა, კი, მასწავლებელი უცებ წამოვიდა ჩემში, იმიტომ რომ სიტყვის გაწყვეტინება და აზრის დასრულების შესაძლებლობა არ მოგცეს ადამიანმა, მინიმუმ კულტურობაა და ასე არასდროს ვექცეოდი ჩემს მოსწავლეს, როგორც სტარი აზრით არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ კაცრად მოთხოვე მას. არ ვიცი, შეიძლება მომეჩვენა, რომ ფერმა გადაუარა სიწითლის, მაგრამ მაშინ ძალიან დაუბრაზდი და მე ვთქვი ის, რაც ვთქვი, იმიტომ რომ ნახეთ, მე ძალიან ღრმად მწამს იმის, რომ სიტყვას აქვს ძალა. იმიტომ რომ ჩემი თავარი იარაღი
ხო და თან არაერთი წლის განმავლობაში ფაქტობრივად 10 წლის განმავლობაში იყო მხოლოდ სიტყვა, ხო? და ამ სიტყვის ძალის იმდენად მჯერა, რომ იმოქმედებს ის ცეკვავაზე თუ არა, ერთი რამ ვიცი, რომ ამ სიტყვამ გარკვეულწილად იმოქმედა საზოგადოებაზე. ეს გაზიარებები ეს იმას ნიშნავს, რომ აი ასეთ რაღაცა პოზიცია საზოგადოებისთვის აქვს მნიშვნელობა და მე მინდა რომ ჩემი სიტყვით ისინი გაძლიერდნენ და მათ გამაძლიერონ მე, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერის გარეშე უბრალოდ არ გამოვა. გადაწყვეტილება არ ყოფილა ხომ სწორად მახსოვს ჯერჯერობით ელოდებით ალბათ ან ჯარიმას ან სიტყვიერ გაფრთხილებას ასე მიდის ყოველ შემთხვევაში ეს საქმეები რაღაც კონვეიერებით თბილისის საქალაქო სასამართლოში 16-ში გამოვაცხადებო ასე ბრძანა თუმცა ნუ აი ჭეშმარიტება იმდენად ზედაპირზე დევს აი იმდენად ცხადია რომ სიმართლე გითხრათ აბსოლუტურად აბსურდულია ხო ამ დროის აღება და რაღაცა გაწელვა მაგრამ ნუ ეხლა რატომ მოიქცა ეს ასე რატო წელავს იქვე ყოფი მედიები არ უნდა და ხმაური თუ აი ბევრი აქტივზე შეიძლება მოიფიქრო ნუ ჭეშმარიტების აღიარება რომ იქ ყოფი ყველა პირი იყო უდანაშაულო ნუ დარწმუნებული ვარ ცეკვავასთვის ძალიან რთულია ისეთი რეპუტაცია აქვს მას ამ შემთხვევაში კლანის მსახურის ხო და თუ კლანის მსახურია ბოლომდე უნდა ემსახუროს მას აი გათენდება 16 და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბატონი ცეკვავა უბრალოდ იცით რა არის როდესაც მის წინაშე მოსამართლის წინაშე დგომა ამავდროულად იმით არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ როდესაც შეხარ მართალი და არ ხარ ყალბი ამით იძლევი მე ვფიქრობ გარკვეულ მაგალითსაც და იცით როგორ უნდა მივცე თავს სიყალბის უფლება და მერე საკუთარი შვილი მართალ ადამიანად როგორ უნდა აღზარდო ან როგორ არ უნდა შევინარჩუნო ღირსება თუ მინდა რომ ისევ შვილი ღირსეულ ადამიანად აღზარდო ხომ ანუ არ შეიძლება ქცევაში არ იყო მართალი მით უფრო როდესაც ზუსტად იცი რომ მართალი საქმისთვის და შენი ქვეყნისთვის აკეთებ ამას და ის რომ მასწავლებელი ხარ და აი ყველა მასწავლებელს მინდა ამით უთხრა ის რასაც გაკვეთილზე საუბრობ განსაკუთრებით ჰუმანიტარები ისტორიკოსებს ეხება ეს ეხება ფილოლოგებს ეხება სამოქალაქოს მასწავლებლებს აი როგორ შეიძლება რომ ასწავლო პოსტშიც მეწერა მე ეს საჩინო ბარათაშვილზე ესაუბრო და შენ თვითონ ცხოვრებისეულად აბსოლუტურად სხვა მაგალითს იძლეოდე ხომ ანუ როგორ შეიძლება საერთოდ დამოუკიდებელი საქართველოს იმ მოკლევადიან პერიოდზე ესაუბრებოდე და კონკრეტ აი მარო მაყაშვილს ასწავლიდე და თავად არაძლევდე რაღაც მინიმალურ მაგალითს თორემ ჩვენ მარომდე ვერ მივალთ ხომ მაგრამ აი როგორ შეიძლება ეს ასწავლო ერთი მხრივ და მეორე მხრივ იგივე მოსწავლეებში ცდილობდე დათრგუნო წინააღმდეგობა მაყაშვილის სიტყვები გასდევს ამ პროტესტს სხვათა შორის ჯერ კიდევ ანტირუსული აქციების დღიდან გავიმარჯვებთ სახელმწიფო ძალიან ბუნებრივიც არის სიტყვის ძალაზე საუბრობდით მანამდე მის მნიშვნელობაზე ბევრი ასეთი სიტყვა ისმის რუსთაველის გამზირზე გითხარით მოვლენების განვითარებას პროცესს როგორ ხედავთ ეს არ იქნება ალბათ ხანმოკლევადიანი პროცესი იცით რა ძალიან რთულია პროგნოზირება იმიტომ რომ ჯერ საუბრობდნენ რომ არ იქნებოდა მასობრივი და დღეს ჩვენ რა ვიხილეთ იმდენი აქცია ვიხილეთ თბილისში რომ სიმართლე გითხრათ აი ახლა რომ სახს ვარ მიჯაჭვული აი ამ პრობლემის გამო აი გული მისკდებოდა იმიტომ რომ ჩემ თავს ხედავდი მაგალითად განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან რომ უნდა ყოფილიყავი იქ დასაქმებულების მხარდასაჭერად ასევე ხედავდი რომ თბილისის მერიასთან უნდა ყოფილიყავი ჩემთან ამ მებრძოლებთან ანუ უამრავ ადგილას წარმოვიდგინე ჩემი თავი და ასია ყველა ის მოქალაქე ვინც თვლის რომ აბსოლუტურად უსამართლოდ მას წაართვეს არჩევანი და ორადორი მოქონა თითოეულად მოქალაქეს ხო რომელსაც დღეს პროტესტანტი ჰქვია ეს არის არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება კი ბატონო